მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო, დღეს არის 2 აგვისტო, მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით და ამბებით, ახალი ამბებით. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ სატრანსფერო ფანჯრების იგრძით მოვლენებია და დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ძალიან საინტერესო თემა გიორგი ჩაკვეტაძეზე ატყდება საუბარი, რა თქმა უნდა, და უფრო დაინტერესებული მხრიდან რამოდენიმე გუნდი კი ინტერესი იჩენს, რომ გიორგი ჩაკვეტაძე შეძენა უნდა, მაგრამ აქ ბრძოლაში ჯერჯერობით ფავორიტი არის ვალენსია და დიდი შანსია იმისა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე წლევანდელ სეზონში ჩვენ ვალენსიაში ვიხილოთ და კარიერა გააგრძელოს. ასევე დაიწერა სტატია იმის შესახებ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ჯანმრთელობაზე და არც ისეთი საგანგაშო არაფერი არაა, რა თქმა უნდა. როგორც მოგეხსენება, კიდე ჩემო კეთილო ხალხო, 4 აგვისტოს კერძოდ 4 აგვისტოს კი ბილეთებით გაყიდვა დაიწყება საქართველოს თურქეთის გასამარცხისთვის ბილეთებით გაყიდვა დაიწყება და ვისაც კი უნდა დასწრება, ეს მე გაცნობთ უკვე 12 საათიდან დაიწყება 4 აგვისტოს. როგორც მოგეხსენებათ, კიდე მთავარი თემა და აუცილებლად არ უნდა გამოგჩეს ეს თემა, სუპერთასი, რომელმაც პორტუგალიის სუპერთასზე ბენფიკასთან მინიმალური ანგარიში დამარცხდა. სპორტინგი და შესვლაზე ქოჩორაშვილი შემოვიდა, თუმცა ეს არ გახდა საკმარისი და აქ უკვე ანგარიში შეცვლილა და სამწუხაროდ კი მორიგი ტიტული წააგო ქოჩორაშვილმა. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ, 8 აგვისტოს განახდება ჩემპიონატი და გააგრძელებს ქოჩორაშვილი კარიერას, რა თქმა უნდა, და წარმატებებს უსრულებს. ეხლა კიდე მთავარი ამბავი, ქიტეიშვილი, რომელიც საკუთარ გუნდში უკვე ძალიან კარგი ამბებია იქიდანაც, წარმოიდგინეთ მისი მოპოვებული პენალტით და 0-2, რა თქმა უნდა, კიტეიშვილის ანგარიზე მორიგი გოლი არის კიტეიშვილის ანგარიზე. ეხლა მოგეხსენება ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო, დიდი მადლობა მოსვლენისთვის და თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, რათა მე საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ აუცილებლად. მომავალში გიბრუნდები